მოგესალმებით, დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაზიარებ კვირის არკანის ენერგიას. ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გველის საინტერესო, რა კვირის მნიშვნელოვანი, როგორ ენერგიებში ვიქნებით. წუთით აი ასე. დავიწყეთ. გავივლით ფინანსებს, ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, პარტნიორულ ურთიერთობებს და რა თქმა უნდა გაფრთხილებას და საერთო ენერგია როგორი გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. მაშასადამე მეგობრებო, ვისაც გამოგზავნილი გაქვთ ჯგუფში დამატების მსურველები ვინც ხართ, იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ჯგუფის ადმინი ნიკით მისი პროფილიც ასე იკითხება ადმინი. ყველას გიგზავნით მეგობრობას, თუ არ მოხდება მეგობრობაში დამატება და მეგობრებში დამატება უბრალოდ და გასაუბრება ჯგუფის წევრი ვერ გახდებით. ამიტომ ყველა ადამიანს მსურველს, ვინც აგზავნით ჯგუფში დამატების სურვილს, პასუხობთ კითხვას და ასე შემდეგ, შეამოწმეთ თქვენი friend request-ები, ანუ შეამოწმეთ თქვენი მეგობრების, ასე ვთქვათ, ვინ გიგზავნით, დაუდასტურეთ ადმინს, რომ მოხდეს გასაუბრება და უკვე შემდგომ ჯგუფის წესებზე საუბარი. სხვაგვარად გასაუბრება ვერ შედგება. ასევე შეგიძლიათ ვთქვათ, ესეც გააკეთოთ, რომ პირდაპირ გახვიდეთ ადმინთან კონტაქტზე. მე ამ პროფილის, უბრალოდ ამ ვიდეოს ქვემოთ დავტოვებ ადმინის პირად გვერდს, რომ თქვენც ნახოთ და რომ არ შეგეშალოთ. და რა თქმა უნდა დახურული ჯგუფის ლინკიც აუცილებლად დაიღება. მე წინა კვირას დავდე ინფორმაცია, რომ ყველანაირი შემეცნებითი მაგიურ რიტუალური სწავლებები ყველაფერი აბსოლუტურად მექნება დახურულ ჯგუფში და უფრო მეტიც კონსულტაციები ძალიან შეიზღუდება. ამ ძალიან შეზღუდვაში ვგულისხმობ იმას, რომ მიღება იქნება თუ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი, ასე ნამდვილად ვეღარ ვიმუშავებ, იმიტომ რომ მთელი ჩემი რესურსი, მთელი ჩემი ენერგია და სწავლება ეთმობა დახურულ ჯგუფს. კეთილი. გადავედით ეხლა მთავარზე. კვირის ენერგია. ვნახოთ. დღეს ორშაბათი დღეა და მთავარი კვირის წამყვანი ენერგია რა გვექნება. ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება და როგორ ენერგიებში იქნება ჩვენი ფინანსური ენერგია. ჩვენი ჯანმრთელობა როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ყველა იმ ადამიანისთვის არის ინფორმაცია, ვინც ჩემი გვერდის გამომწერია. რა გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში ამ ერთი კვირის განმავლობაში. კარგით. და ვნახოთ გაფრთხილება, რას უნდა მოუფრთხილდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფერი ის, რაც საყურადღებოა ამ ერთი კვირის განმავლობაში. კეთილი, დავიწყეთ. მთავარი ენერგია გვექნება ცხრიანების ხმლები. საინტერესოა. ეს ეხება ეს? მეგობრებო, ნახეთ, წამყვანი ენერგიები იქნება ცხრიანების ხმლები, რაც უშუალოდ ნამდვილად სტრესული არკანია, ვერ ვიტყვი რომ მარტივი არკანია. სტრესი, ფიქრები, შეიძლება ითქვას ძილის რეჟიმის არევა, ისევ და ისევ სტრესიდან გამომდინარე ვკითხულობ ამ ინფორმაციას. ცხრიანების ხმლები არ არის სასიამოვნო არკანი, რომელიც ვთქვათ შფოთვას მიუთითებს. როდესაც ვიკითხე რატომ ხდება ეს ყველაფერი, შესაძლებელია ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურად ვაჟღერებ, მაგრამ იყოს რაღაცა გარკვეული სირთულეები დოკუმენტებთან, კანონთან, სამართალდამცავ, ვთქვათ, სტრუქტურებთან, ესეთი რაღაცა შესაძლებელია. ან შეიძლება რაღაც საერთო ფონიდან გამომდინარე, აი ეს ნერვიულობა და ეს სტრესი იკვეთება, ხო, ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია საინფორმაციო პორტალებში ვრცელდება, მერე აი ეს ვთქვათ
კოლექტიური ნერვიულობა ტაროს სისტემაზეც ისახება. იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მხოლოდ ამას ეხება, ხო? და არა რამე სხვას, მაგრამ მთლიანობაში ეხლა დანარჩენ ასპექტებსაც შევხედავ, მაგრამ კვირის დასაწყისი ცოტა უფრო მეტად სტრესული მოჩანს, ვიდრე ვთქვათ ჰარმონიული, ანუ საერთო ენერგიები. თუმცა, კარგი ნამდვილად არის ის, რომ ეს არის ცხრიანების ხმლები, ეს არის გარდამავალი არკანი. ერთი წუთით მეგობრებო, ჩემს 4 ფეხა მეგობრებს დავამშვიდებ. დავბრუნდი, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ცხრიანების ხმლები, ანუ მცირე არკანია, უმცროსი არკანია, უბრალოდ რაც ნიშნავს იმას, რომ ფონი ყოველ შემთხვევაში არ იქნება გაშლილი და გაჭიმული მთლიან ერთ კვირაზე, ხო? მაგრამ აი სტრესული ენერგიები კვირის დასაწყისში საკმაოდ ინტენსიურად იკითხება ჩემო ძვირფასო უმძისკარებო ნერვულობაც არის, აქ სტრესიც არის, შფოთვაც არის, შიშიც არის, გარკვეული ინფორმაცია, რომელიც აი გაშინებთ და განერვიულებთ და არ გაძლევთ მოსვენებას, ხო? ახლა დანარჩენ არკანებსაც ვნახავ და უფრო მეტად შევძლებ საერთო სურათის წაკითხვას. კარგით, მოდით ვნახოთ ფინანსები როგორ იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსები არის შვიდიანების კვერთხები. შვიდიანების კვერთხები ფინანსებთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის ცუდი და უარყოფითი არკანი. არა, ცხრიანების ხმლებისგან განსხვავებით აქ ჩანს ნამდვილად ძალიან ძლიერი ნება გამოხატულების, ნება ნახეთ გამოხატავთ აი ძლიერ ნებას რომ მიიღოთ ის სასურველი შედეგი რომელიც თქვენ გინდათ აქ მე ძლიერი ადამიანის პოზიციას ვხედავ ხო მივხედავთ იმით რომ საერთო ენერგეტიკული ფონი არის ცხრიანების ხმლები ფინანსებში ნამდვილად ბევრად უკეთესი სიტუაცია ხო სხვათა შორის კარგი გაყიდვა, აი ეს საკითხი ვისთვისაც აქტუალური და საინტერესოა ხო, გაყიდვა, ვისაც თქვა თავისი მცირე რაღაცა ბიზნესი აქვს, ან დიდი ბიზნესი აქვს, არა აქვს უშუალოდ თავისი საქმე აქვს და ასე შემდეგ. კარგი პერიოდი არის აი ამ ყველაფრისთვის, ხო, ან თქვა რაღაცის გაყიდვა სურს, შედეგის მიღება სურს ფინანსურის, კარგი კვირა არის ნამდვილად ამისთვის. ხო? შეიძლება ძალიან დიდ ფინანსურ მომენტებზე არ იყოს საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად არ იქნება ცუდი. მაგრამ საჭირო ყველაფრის დალაგება, ყველაფრის სწორად შეფასება და თქვენ ეს ნამდვილად კარგად შეგიძლიათ და ნამდვილად შეგიძლიათ რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ვთქვათ გარკვეული ფინანსური საკითხები მოიგვაროთ. კეთილი. ახლა გადავედით შემდეგ არკანზე. შემდეგი არკანი ჩვენ გვეტყვის თუ რა გველოდება ჯანმრთელობის ნაწილში. აჰა. ნახეთ რა საინტერესო ამის მეგობრებო. ესე იგი, ცხრიანების კვერთხები გვაქვს ჯანმრთელობაზე და ცხრიანების ხმლები, ნახეთ ცხრიანი. ძალიან საინტერესო ერთი კვირა იქნება, იმიტომ რომ, როდესაც აი ესე ჯვარედინად ჩდება გარკვეული რიცხვები ტაროს არკანების მიხედვით, ხომ? ეს ყოველთვის ძალიან საინტერესო მომენტებს აჩვენებს, ცხრიანების კვერთხები და ცხრიანების ხმლები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობაზე, ცხრიანების კვერთხები და ჯანმრთელობაზე, როგორც ასეთი, ხომ? კი, ძლიერი ფიზიკური არის შესაძლებლობა იმისა, რომ გადაჭრათ ძალიან ბევრი სირთულე. ნამდვილად გაქვთ იმის ძალა და ენერგია, რომ შეინარჩუნოთ თქვენი პოზიციები. ნამდვილად. მაგრამ თუ ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც ჯანმრთელობის პრობლემის ინდიკატორზე, ხო? ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ თავს. თავის ტრამვაც შეიძლება მოვიაზროთ აქ, მაგრამ ნებისმიერ შეიძლება იყოს მაღალი წნევა. ხო, მაღალი წნევა. აი თავის ირგვლივ არსებული პრობლემები, ქრონიკული, ვთქვათ, დაღლილობაც ასევე იკითხება. სხვათა შორის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
ცხრიანების კვერთხების ნაწილში არ შეიძლება ამ ყოველფრის გადადება და გეტყვით რატომ. იმიტომ და ესე უგულებელყოფა. საერთოდ არც ერთი პრობლემის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეიძლება გადამწვარ და უკვე ძალიან გადადებულ და არაყურადღება მიქცეულ ვთქვათ პროცესებს ეხებოდეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მიაქციოთ ჯანმრთელობის ყურადღებას, ჯანმრთელობის ნაწილში ყურადღება თქვენს მით უმეტეს თუ სანერვიულოა, აქაც აი თავი ჩანს ინტენსიურად, აქაც თავი ჩანს ინტენსიურად, ისე რომ შეიძლება მართლაც სტრესული იყოს, განსაკუთრებით ვისაც წნევები აწუხებს და თავის ტკივილები აწუხებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი მინიშნება არის იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილდეთ აუცილებლად თავის არეს. ასევე დაღლილობა ჩანს ძალიან ბევრი, ხო ენერგეტიკული, ფიზიკური, აი როდესაც ადამიანი დაიღალა და შესაძლებელია არ აცლის სხეულს აღდგენას, ესეც ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა, ხო? მაგრამ მთლიანობაში ჯანმრთელობა ასეთი ძლიერი გაქვთ, მაგრამ ბოროტად არ გამოიყენოთ, ხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხო შედეგი საბოლოო ჯამში არსად აღწევა და ისევ დღეს თუ არა ხვალ გამოიღებს თავის სურათს. ეხლა კი შემდეგი ვნახოთ პარტნიორული ურთიერთობები. პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს პენტაკლების დედოფალი. იცით, პენტაკლების დედოფალი პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან ჰარმონიულია. იცით რატომ არის ჰარმონიული? იმიტომ რომ ძალიან თვითკმარია. იცის საკუთარი თავის ფასი. იცის საკუთარი სურვილების ფასი. იცის ვინ არის. მთელი ასე ვთქვათ ყურადღება ამ შემთხვევაში იქნება თქვენსკენ მოქცეული. იმიტომ რომ თქვენ თვითონ იქნებით იმდენად საკუთარ თავზე ორიენტირებული, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ ვაუ, მოვიდნენ რაც შეიძლება ახლოს თქვენს ენერგიებთან. ცენტრი გიჭირავთ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად. დაცული იქნებით. არავითარი რაღაცა ქარაფშუტული გადაწყვეტილებები, ანუ არა, პენტაკლების დედოფალია, ეს მიწის დედოფალია, მიწის სტიქიის დედოფალია, ხო, მიწიერი, სერიოზული დედოფალია. ეს არ არის დედოფალი, რომელიც რაღაცაი საჭიროების ქვეშ არის. და სხვათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ხართ ბიზნეს ლედი, ხართ ადამიანი, რომელსაც კარგად იცის ფინანსების ფასი, კარგად იცის საკუთარი შრომის ფასი, კარგად იცის სადრად ათესოს იმისთვის, რომ შედეგი მოიმკას. გამიგეთ, ხო, რაც პრინციპში თქვენს ფინანსებს კარგად აღწერს ამ შემთხვევაში, ხო, თქვენს პენტაკლების დედოფალი ხართ. სხვათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებში იმდენად პარტნიორულ ურთიერთობებზე არ იქნებით გადართული, რამდენადაც უფრო საკუთარ სურვილებზე, რესურსებზე, ფინანსებზე, სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პენტაკლების დედოფალი პარტნიორულ ურთიერთობაში ნიშნავს ცენტრალურ ფიგურას, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო მეტად იღებს კომპლიმენტებს, საჩუქრებს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას. თქვათ, გაცემითაც გასცემთ ნამდვილად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას გააკეთებთ ძალიან გონივრულად და არავითარ შემთხვევაში ეს არის თვითკმარი ქალი. და ქალი, როდესაც თვითკმარია, ის არასოდეს არ გაანიავებს არც საკუთარ სურვილებს, არც საკუთარ ენერგიას და მით უმეტეს არც საკუთარ რესურსებს. თავისი თქვენი ის გაქვთ პოზიცია გაქვთ ცხოვრებაში. და პარტნიორულ ურთიერთობაშიც ასეთი იქნებით. გექნებათ თქვენი პოზიცია და გექნებათ თქვენი სტატუსი. არ აქვს მნიშვნელობა ყავთ პარტნიორი, არ ყავთ პარტნიორი, ხო? ისე რომ
პენტაკლების დედოფალს კიდევ ძალიან კარგად შეუძლია ურთიერთობები გაამაგროს, გაამკვრივოს, ესე იგი უფრო მეტად სანდუა თვითონ როგორც ადამიანი. შეუძლია რომ მოაწესრიგოს, შექმნას კომფორტი, გაუფრთხილდეს საკუთარ სხეულს, გაუფრთხილდეს საკუთარ რესურსს, ხო? ჭკვიანი ქალები ხართ აქ. ჭკვიანი ქალები ხართ. და თუ გვერდით პარტნიორები გყავთ და ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით დაგიჯერებენ და მოგისმენენ, ნამდვილად არ წააგებენ არც ერთ სიტუაციაში. ეს არის მყარი ნიადაგი, რომელსაც ქმნის ეს კონკრეტული არკანი პარტნიორულ ურთიერთობაშიც, სანდოობას, უსაფრთხოებას, კომფორტს და ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი შეიძლება პარტნიორს გარეშე მდგომარეობას ეხებოდეს. კეთილი, გავაგრძელოთ. შემდეგი არკანი ჩვენ გვეუბნება გაფრთხილებას. რას უნდა გაუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში? არკანი კოშკი. არკანი კოშკი. როგორც გაფრთხილება. მოდით დავაკონკრეტებ. რას ეხება არკანი კოშკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი ინფორმაცია შეიძლება იყოს კოშკის ქვეშ. ძალიან საინტერესო გარდამავალი პერიოდი გელოდებათ, ჩემო მსმენელო. და ეს არ არის, თუმცა მე აქ ვიტყოდი, რომ ფრთხილად იყავით განსაკუთრებით გაყვანილობებთან, ძველი თუ გაქვთ რამე კარგი იქნება თუ გამოცვლით, ხო? ცეცხლთან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ტრამვების საშიშროება ნამდვილად არის ტრამვების საშიშროება და იყავით ფრთხილად, ხო? მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ნაკლებ, ამისგან დაცული არავინ არ არის, მაგრამ, მეტნაკლებად ტრამულ საქმეებს არ მოკიდოთ ხელი, ხო? მთლიანობაში ეს შეიძლება იცით რას ნიშნავდეს, რომ გაფრთხილება არის შემდეგი. შეიძლება გარკვეული რთული სიტუაცია, რომელიც რაღაც მომენტში, ელდა, ეს როგორ მოხდა, ეს რანაირად მოხდა, თქვენთვის ძალიან მტკივნეული იყოს, ძალიან შოკური იყოს ამის გაგება, ხო? და მომენტალურად ამ ინფორმაციამ თავი უსუსურად გაგრძნობინოთ. მაგრამ ძალიან საინტერესოა მე-16 და მე-17 არკანი გვერდ-გვერდზეა. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ გზა გაიწმინდოს თქვენი. გაიწმინდოს არასაჭირო ადამიანებისგან, გაიწმინდოს არასაჭირო მოვლენებისგან, გაიწმინდოს არასაჭირო სიტუაციებისგან. გამიგეთ ხო? შეიძლება იყოს თქვენთვის შოკის მომგვრელი რაღაცა ინფორმაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს, რომ ეს შოკის მომგვრელი ინფორმაცია საჭირო იყო, რომ დაგენახათ სიტუაციის მთლიანი სურათი და არსი. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ ეცადეთ შეძლების დაგვარად მშვიდად აღიქვათ ირგვლივ სტრესული სიტუაციები, მეხის დაცემასავით შეიძლება იყოს ეს. თავი გრძნოთ უსუსურად, ან შესაძლოა თქვენს ირგვლივ მოხდეს ესეთ რაღაც, რომ თქვათ ადამიანიდან გამომდინარე, რომ ვერ შველით, ვერ ეხმარებით, თქვენი გრძნოთ თავი რაღაცნაირად უსუსურად და ხელფეხშეკრულმა, ხო? მაგრამ არ ინერვიულოთ, სიტუაცია თავისი საუკეთესო გზებით გადაწყდება, როგორი ტრამვულის და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ამას გავფრთხილებთ ჩემო ძვირფასებო ტაროს არკანები. ცით კიდე შეიძლება რაღაცის გაშვება ძალიან არ გინდოდეთ, ჩემო ძვირფასებო. მაგრამ თქვენ გეუბნებიან, რომ მოგიწევთ რაღაცების გაშვება, იმიტომ რომ ძველ ფუნდამენტზე უბრალოდ რაღაცა ახალი აშენდეს. თუ
თუმცა ყოფიერ ნაწილში ხო როგორც გითხარით უთოები გაყვანილობები ყველაფერი ამას გაუფრთხილდეთ ხო ცეცხლსაშიშ გარემოებებს ხო რაც შეიძლება ამით იყოს გამოწვეული მაგრამ ეს ძალიან 1000-ში ერთ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს მაგრამ მთლიანობაში გაფრთხილება არის ის რომ ძველი სტრუქტურები ინგრევა რაღაცა ძველი ურთიერთობები ილუზიები დამოკიდებულებები ინგრევა შეიძლება რაღაცების გაშვება არ გინდოდეთ მაგრამ გამოსავალი დამიჯერეთ რომ საუკეთესო იქნება აი ეს არის შემოძიებასებო ერთი კვირის ენერგია მე კი დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს საუკეთესო კვირა გქონდეთ